გეგუთის ციხეში მყოფი მსჯავრდებულების შიმშილობას განაგრძობენ. მათი ახლობლები კი საპატიმროსთან ღამეებს ათენებენ. ისინი ამ წუთებშიც იქ იმყოფებიან და ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვებიან. შემდეგ კი თემას სტუმრებთან ერთად განვიხილავთ სასჯელახსოვრების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე და სახალხო დამცველის მოადგილე პატა ბელთაძე არიან ჩვენი სტუმრები. მაგრამ დავიწყოთ გეგუთით, სადაც ჩვენი ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი იმყოფება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ელოდებიან ბოლო ინფორმაციას ციხიდან და ამ ინფორმაციას ახლა ჩვენც მოგვაწვდიან. დავით, რა მოთხოვნები აქვთ ადამიანებს, რომლებიც შეკრებილები არიან გეგუთის ციხესთან? ჩვენ ვიცით, რომ მათ ნაწილს ჰქონდა უკვე საშუალება მოენახულებინა ახლობლები. ამ ყველაფრის შემდეგ რას აპირებენ ისინი? აპირებენ თუ არა ისევ მთელი ღამის განმავლობაში აქ დარჩენას და რას მოელიან? ღამის გათენებას, გიორგი, აქ მყოფი ადამიანები აპირებენ, ისინი ამბობენ, რომ სანამ მოთხოვნები, რომლებსაც პატიმრები აყენებენ და ასევე ის მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ, არ შესრულდება, ისინი არ აპირებენ გეგუთის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას. მათ აქვთ მსგავსი მოლოდინი, როგორც რამდენიმე დღის წინ იყო, რომ შეიძლება სასამართლო დახმარების ბრიგადა, როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნეს, ერთ-ერთი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე გაუარესდა და მისი გადაყვანა გახდა საჭირო საავადმყოფოში. მათივე ინფორმაციით, წუხელგვიან ღამით 4 სამაშველო ბრიგადა სავარაუდოდ იგივე მიზეზით შევიდა ციხეში და იგივე მიზეზით გადაიყვანეს მსჯავრდებულების საავადმყოფოებში. პირდაპირ ეთერში რამდენიმე შეკითხვა აქვს სტუმრებთან და მე გადავალ ერთ-ერთ ადამიანთან და ვკითხავ ბოლო ინფორმაცია რა გაქვთ მსჯავრდებულების მდგომარეობის შესახებ და რა არის მათი მოთხოვნები, რო გითხრათ ბოლო ინფორმაცია, რასაც ბოლო ინფორმაცია არის ის, რომ პატიმრები ისევ შიმშილობენ, აგზელებენ შიმშილს, ჩვენ ვართ მათ გვერდზე, გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ პატიმრებს გაუწიოთ თანადგომა და სოლიდარობა. რაც შეეხება პატიმრების ჯანმრთელობას, არის პატიმრები, რომლებიც ფეხზე ვერ დგებიან და არის პატიმრები, რომლებსაც აღენიშნება სხეულის თვით დასახიჩრება, დაზიანება. ამის გამო წუხელ ღამის თევის დროს ჩვენ ძალიან ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა მივიღეთ და ბევრი პატიმარი გადავიყვანეთ. ცოცხალ მკვდარი იყვნენ ისინი ფაქტიურად ეპილეფსიანი და ასე შემდეგ რა. ისე და ისე პატიმრებზე დაყრდნობით ავრცელებთ თქვენ ამ ინფორმაციას, ხო? პატიმრებზე დაყრდნობით ვავრცელებთ ამ ინფორმაციას. პატიმრები მოგვიწოდებენ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პოლიციას მივცეთ თავისი საქმის გაკეთების საშუალება. ბოლო ინფორმაცია არის ეს, სხვა ინფორმაცია. დავით, ამ დღების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა, რომ დაზიანებები აღენიშნებოდათ პატიმრებს, რომ მათ სემდნენ და ასე შემდეგ. ახლა მოვისმინეთ, რომ თურმე ეპილეფსიის პრობლემა ჰქონდა რომელიღაც პატიმარს. ბოლოს და ბოლოს რომელი ინფორმაცია ის, რომელიც უფრო სჯერათ ამ ადამიანებს, რომლებიც აქ შეიკრიბნენ და ვინ აწვდის მათ ამ ინფორმაციას საერთოდ და რამდენად დასაჯერებელია ეს ინფორმაცია? როგორც მოისმინეთ, ინფორმაციის წყარო ისევ და ისევ მსჯავრდებულები არიან, რომლებიც რეკავენ ოჯახის წევრებთან, რომლებიც ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. პირველად პროტესტის მიზეზი სწორედ გახდა პატიმრების ცემის ფაქტი, ესეც პატიმრებისგან მიღებული ინფორმაცია არის და იგივე რჩება ძირითადად პროტესტის მიზეზი, რომ მსჯავრდებულები, რომლებიც მათივე ინფორმაციით ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ცემეს და მიაყენეს ფიზიკური შევარდნა. დავით, მოусმინოთ თავად პატიმართა ახლობლებს, რას ამბობენ ისინი? საიდან მიიღეს მათ ეს ინფორმაცია? ინფორმაცია საიდან ფლობთ, გულისხმობ მსჯავრდებულების ცემის ფაქტზე და მოთხოვნები როგორია თქვენი, რამდენად შეიცვალა რა? ჩვენი მოთხოვნა არის ანალოგიური, რაც აქვთ პატიმრებს, ჩვენი ოჯახის წევრებს, ვის გამოც ჩვენ აქვთ გავართ. ითხოვენ ამათ უფროსობის, უფლებამოსილების შეწყვეტას, მანამ სანამდე ეს მოკვლევა დამთავრდება ყოველ შემთხვევისთვის და გაიგებენ დამნაშავია თუ არა ეს ციხის უფროსი, მისი მოადგილე, რაშიც ადანაშაულებენ ცემის ფაქტია. ამ გამოძიების დამთავრებამდე ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ ეს პატიმრები ამას გაუძლებენ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია ესენი უკვე შიმშილობენ და ვერ დაელოდებიან იმას, ეს გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს, სავარაუდოდ ლაპარაკია, რომ გაგრძელდება კვირის ბოლომდე. დავით, კიდევ ერთხელ ვკითხავ, შენს რესპონდენტს საიდან აქვთ მათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არის ნამდვილად სხვა პირების მიერ მიყენებული დაზიანება და არ არის თვის დაზიანება? შეუწყდეს უფლებამოსილება ციხის ადმინისტრაციას და თუ შეიძლება მე შეკითხვას დაუსვამ ბატონ არჩილს. რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის 800 პატიმრის შიმშილობა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება
თუ ბატონი კახაბერ ბებიას უფლებამოსილების შეჩერება დროებით მაინც სანამდე მოკვლევა დამთავრდება და გაირკვევა ყოველ შემთხვევაში მტყუანია თუ მართალია ეს ადამიანი. კიდევ გკითხავთ, რაც შეეხება დაზიანებებს, რომლებიც მჟავდებულებს აქვს მიღებული და რომელსაც თქვენ ავრცელებთ, რა ვიზე დაღრდნობით ავრცელებთ ინფორმაციას? თავიანთი თვალითაც თუ ნახეს მათ ეს. ასევე ცემის ფაქტს. ჩვენ მაგალითად და თუ ნახეთ თვითონ მჟავდებულები, რომლებიც არიან ნაცემი. არა, ჩვენ არ გვინახია, გამოვიდა თქვენთან გააკეთა ერთი პატიმრის მეუღლე. განცხადება, რომელსაც ნახა მისი მეუღლე ნაცემ მდგომარეობაში, აღენიშნებოდა მკლავზე და ხელზე დაზიანება მისცა, კომენტარი გააკეთა ამაზე და ისიც აღნიშნა, რომ არის მეორე პატიმარი, რომელსაც ნეკნები აქვს დამტრეული და ეს გადამოწმებული არის, ინფორმაცია არ არის გადამოწმებული. ჩვენთან ყოველ შემთხვევაში არავინ მოსულა, არავინ გაგვსაუბრებია, არავინ გვეუბნება, აი ეს ტყუილია თუ მართალია. კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ, ანუ თქვენი ინფორმაციის წყარო არის მჟავდებულები, რომლებიც თქვენთან პატიმარი, რომელიც გუშინ განთავისუფლდა, ყველაზე კარგი და ყველაზე მართალი წყარო ამ ადამიანებისთვის, ვინც აქ დგას, ის იყო, რომ გამოვიდა პატიმარი, რომელიც განთავისუფლდა და გვითხრა, რომ იქ 300 კაცამდე იყო რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც თვითდაზიანება მიიღეს, კრიტიკული მეტი რა უნდა გააკეთოს პატიმარმა, რაც შეუძლია შიმშილობს და თვითდაზიანებას იყენებს თავის სხეულზე, რომ ვერაფერს ვერ აკეთებს სხვას. ბოლოს საუბარია თვითდაზიანებაზე მხოლოდ თუ ცემაზე პატიმრების. საუბარია თვითდაზიანებაზე, როგორც ამბობენ და ასევე თვითდაზიანების მიზეზი, როგორც აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, გახდა სწორედ იმ ორი მჟავდებულის ცემა, რომელზეც ისინი საუბრობენ. შემდეგ მიიყენეს მჟავდებულებმა თვითდაზიანებები ამ ადამიანების ინფორმაციით. და ბატონ გედევანთან აქვს შეკითხვა ერთ-ერთ მშობელს, გისმენთ ბატონო? ბატონო გედევანი, რომ ვიყავი ჩამობძანებული გეგუთის დაწესებულებაში რამოდენიმე დღის წინ, რაც დაპირდი პატიმრებს, დღესდღეობით გამომდინარე რაც ხდება, თვლით თავს უფლებამოსილად რომ ჩამოხვიდი აქ და მშობლები ითხოვენ თქვენ შეხვედრას ან ქალბატონი ეკაბესელიას შეხვედრას, რატომ არ ჩამოდიხართ, რატომ არ გვეკარებით, რატომ არ გებულობთ ჩვენ ამბავს, ეს ხალხი უნდა დაწყდნენ? ხო შეიძლება რომ დროებით შეუჩეროთ მაგის უფლებამოსილება. ჩვენ მოვისმენთ ბატონი გედევანის პასუხს ამ შეკითხვაზე. დიდი მადლობა დავით. თუ მართალი იქნება დადგება ისევე ბებია თავის ადგილზე. ამასთან ერთად გადაიხედოს ეს საქმეები. ვადაზიადრენგან თავისუფლებას რო თხოვულობს ეს ხალხი. რატომ არ იყურებით ამ საქმეს? დიდი მადლობა დავით. ჩვენ უნდა გადავიდეთ სტუმრებზე. მადლობა. ვადაზიადრე გათავისუფლების ადრე შიმშილობენ, შეგიძლია იკითხო დავით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი? ანუ კიდევ გკითხავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შიმშილობის არის ის, რომ დაუშვათ ვადაზე ადრე გათავისუფლებასაც ითხოვენ მჟავდებულები? ითხოვდნენ ადრე მაგასაც და რა თქმა უნდა ითხოვენ მაგასაც. ანუ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. არის, მაგის ცემის მიზეზია პირველი. გასაგებია. იყო ცემი, ორი პატიმარი ცემეს და მერე შეურაცხყოფაზე გადადის. გასაგებია, დიდი მადლობა დავით. დირექცია. დავით ხაშიაშვილი გვერდთვებოდა გეგუთის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ისევ არიან შეკრებილი პატიმრების ახლობლები, რომლებიც აპირებენ დღეს როგორც გავიგეთ, ისევ ღამის გათნებას. ბატონ გედევან, თქვენთან გადმოვალ მე შეკითხვით, რომელიც ფაქტობრივად დაგისვათ თქვენ ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც იქ იმყოფება. აპირებთ თუ არა თქვენ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი, ჩაერიოთ უფრო უშუალოდ და აქტიურად ამ პროცესებში? მაყურებლისთვისაც და უშუალოდ ოჯახის წევრებისთვისაც გასაგები იყოს ის პოზიცია, რომელიც ჩვენ კომიტეტს გააჩნიათ, რომ ჩვენ პარასკევს არ მივსულვართ კომიტეტის წევრები აქციაზე. ჩვენ არ გეგმავდით ამ აქციას და თურსუფაშვილისგან ვიღებთ დეპუტატები ნებართვას პარლამენტის წევრს არ აქვს თავისუფალი ციხეში შესვლის უფლება და თურსუფაშვილი გვაძლევს ასეთ ნებართვას და რამოდენიმე დღით ადრე თხოვეთ ჩვენ და ბატონ დავითს რომ მოეცეს უფლება, იმიტომ რომ ჩვენ ჯგუფი გვქონდა შექმნილი კომიტეტში, რომელიც ამოცანაც არის შეისწავლოს ინდივიდუალურად რა პრობლემებია გეგუთის კოლონიაში ცალკეული პატიმრებისთვის. ეს ადრე დაიგეგმა, ქალბატონ ეკაბესელიას ინიციატივა იყო და პირველი შესვლა განახორციელეს აპარატის თანამშრომლებმა, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება რომ ასე იარონ და უშუალოდ იმუშაონ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები არიან ამ ჯგუფში ჩართული. ახლა როგორ აპირებთ მოქმედებას, როდესაც ისინი კატეგორიულად ითხოვენ ქალბატონი ეკას ჩართვას პროცესში და ზოგადად კომიტეტის? პარასკევს ჩვენ ვესაუბრებთ თითქმის 100-მდე პატიმარს.
ეს ჩვენი პირველი მისვლა გეგუთის კოლონიაში არ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ აი ამ შიმშილობის და საერთოდ საპროტესტო აქციის მიზეზი არის ორი, უბრალოდ საბაბი არის ის, რომ ითქვა, რომ არის გალახული პატიმრები და მე კატეგორიული ვერ ვიქნები მაგაზე, იმიტომ რომ მაგაზე ძიება უნდა ჩატარდეს და მე ვერ ვიტყვი, რომ მე ნახე ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული იარები და ეს ნახა სახალხო დამცველს, თუმცა უნდა აღნიშნოთ, არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით, როდესაც მეც აი ახლა ვუსმენდი ამ ადამიანებს ცოტა საკმაოდ დიდ გაურკვევლობას ვადებს მათი განცხადებები, იმიტომ რომ ხან საუბრობენ თვით დაზიანებაზე, ხან საუბრობენ ადამიანების ცემაზე, მაგრამ სახალხო დამცველი ამბობს, ესენი არის ფიზიკური დაზიანება, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ეს არის ნამდვილად დაცემა. შემდგომ ეპილეფსია მომისმინეთ კიდევ პატიმრები და იმ შემთხვევაში კი როდესაც უშუალოდ ან დაზარალებული, ან უშუალო მონაწილე ამ რაღაც ძალადობის მსხვერპლი გესაუბრებათ, თქვენ მაინც არ გაქვთ საფუძველი, რომ მისი პოზიცია ერთ-ერთზე გაიზიაროთ და გაიმეოროთ, რომ ეს არის ვთქვათ, ერთადერთი სწორი პოზიცია. მაგიტომ საუბრობთ ჩვენ დამოუკიდებელ მიუკერძოებელ გამოძიებაზე, მაგი იყო ძირითადი მოთხოვნა, რაც მე პარასკევს მოვისმინე, რომ ჩატარებულო გამოძიება არა გენინსპექციის, არამედ პროკურატურის მხრიდან და ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ასეც მიუდგა აღმასრულებელი ხელისუფლება ამ საკითხს და პროკურატურა იძიებს ამ საკითხს. რაც შეეხება მეორე საკითხს, უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, ამას ნამდვილად ადამიანის უფლებების კომიტეტი ვერც გადაწყვეტს და ვერც რეკომენდაციით ამ ეტაპზე ვერ მიმართავს. ჩვენ მოვისმინეთ ისინი ითხოვენ, რომ ვიდრე გამოძიება დასრულდება, დატოვონ თანამდებობები და თუ გამართლებიან შემდეგ დაბრუნდნენ. შეიძლება ვისაუბროთ დღეს ამაზე, რამდენად სწორია ეს, მაგრამ თუ რეალურად ჩვენ არა გვაქვს იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ მართლა ადმინისტრაციისგან მოდიოდა ეს ძალადობა, ხო ესეც ხო უნდა დაუშვოთ ჩვენ თეორიულად. თუ ჩვენ ამას უშვებთ და მაინც უჩერებთ ასეთ ადმინისტრაციას უფლებამოსილებას, ესეც რამდენად სწორი და ლოგიკური იქნება წმინდა სახელმწიფოებრივი კუთხის თვალსაზრისით. მე გაცილებით უფრო ლეგიტიმურად მიმაჩნია პატიმრების და მათი ოჯახის წევრების ის კითხვები, რომელიც ისმება უდოსთან დაკავშირებით, საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით, უშუალოდ რეჟიმის გარკვეული ნიუანსებთან დაკავშირებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, იმაში რომ ძალიან ლეგიტიმურია მათი პრეტენზიები, შეიძლება ამაზე მუშაობა. ეხლა ვადამდე პირობით რომ შეგეხოს ეს არ არის კანონით განსაზღვრებული ვალდებულება სახელმწიფოს, ეს არის მისი დისკრეცია, ხო? სახელმწიფო ამ შემთხვევაში კომისიური ფორმით ცდილობს შეარჩიოს ადამიანები. აგერ საჯარო აღსრულება შეუძლია სტატისტიკა შემოგთავაზოთ, რამდენად გაზრდილია ვადამდე პირობითი გათავისუფლების პროცენტი რიცხვი ბოლო კითხავთ ბატონ კედევან, ამ ადამიანებს თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ, რომლებიც არიან ახლა გეგუთის ციხეში, შეეხო ამნისტიის კანონი? რა თქმა უნდა, ამნისტია პრაქტიკულად შეეხო ყველა პატიმრებს გარდა უადო პატიმრების. შეეხოთ მიუხედავად ამისა, ისინი ითხოვენ ვადამდელ გათავისუფლებას. არიან პატიმრები, რომელსაც ჰქონდათ მიჯილი 30 წელი და თქვა დარჩათ. დიახ, ჩვენ ვიცით, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი სწორედ იყოს, რომ როდესაც გამოიცა ასეთი კანონი, ამან წაახალისა ასეთი მოთხოვნები პატიმრების, რომ ისინი ახლა ვადამდე გათავისუფლებას ითხოვენ. ასეთი ფორმულირებით არ ვიტყოდი მაგას, იმიტომ რომ ამნისტიის ამოცანა იყო ამ ხალხისთვის იმედის დაბრუნება, რომ ისინი გათავისუფლებიან. ხო, ბუნებრივად როცა ადამიანს 30 წელი სწორედ შეიძლება იქნება ეს არის მათი იმედის გამოხატულება ასეთი ფორმით. ამ ფორმულირებას არ გამოვიყენებდით. რაღაცა ლოგიკა არის თქვენ შეკითხვაში, მაგრამ მე ასეთ ფორმულირებას არ გამოვიყენებდი. როცა 30 წელი აქვს ადამიანს მიჯილი რჩება 8 და მოხდილია 5, რა თქმა უნდა მას იმედი უჩნდება. როდესაც აი ეს ამნისტია მას აძლევს საშუალებას, რომ ადამიანის პირობითი გათავისუფლების კანდიდატიც გახდეს, რა თქმა უნდა მას უჩნდება სურვილი მოითხოვოს ადამიანის პირობითი გათავისუფლება. თუ არ იქნებოდა ამნისტია, ეს ვადები არ შემცირდებოდა და ვერც მოითხოვდნენ ადამიანის პირობითი გათავისუფლებას. დღეს ამისი წინაპირობები შეიქმნა, მაგრამ არის ლეგიტიმური მოთხოვნა, რაც ეხება იმას, რომ ეს საქმე უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ. მე ამ მოთხოვნას თვლი აბსოლუტურად მისაღებად საფუძვლიანად დავაპირებთ, გავაგრძელოთ ინდივიდუალური მუშაობა პატიმრებთან, მათ საქმეებთან დაკავშირებით. უბრალოდ მე მგონია, რომ შიმშილობის ფონზე კომიტეტს გაუჭირდება ამის გაკეთება. მადლობა. საჯარო აღსრულების მინისტრის მოადგილეს ვკითხოთ, ის როგორ აფასებს ამ მდგომარეობას, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის რეალური მიზეზი ამ პროცესების, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით? გალბატონმა თქვა, ჯერ ეს ერთი მნიშვნელოვანია ვხედავთ, რომ სიტუაცია გარეთ არის მშობლებს შორის საკმაოდ მშვიდი და ისინი ძალიან მშვიდ ვითარებაში სვამდნენ შეკითხვებს. მე ვეცდები, რომ ამომწყურავად უპასუხო ყველა შეკითხვას პირველ რიგში
ვისარგებლებ თქვენი ეთერით და ვიტყვი რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა გეგუთის პროცესებთან დაკავშირებით. ითქვა რომ იყო სპეცდანიშნულების რაზმი შეყვანილი, რაც სიცრუეა. ითქვა რომ პატიმრების ვიკითხე ეს ამის გამო, ვინაიდან პირველი ღამე მათ ერთ-ერთი ღამე გაათენეს სწორედ ამის გამო, რომ თითქოს სპეცრაზმი უნდა შესულიყო. ზეწოლა იყო მათზე პროტესტის გამო, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ითქვა რომ ტარაკნები იყო საკვებში, რაც სიცრუეა. ითქვა რომ მათ ტანსაცმელი შეტანა აუკრძალეს და არ აქვთ თბილი ტანსაცმელი. რომ ექიმები არ აცნობდნენ ყურადღებას. რომ აქვთ ტანსაცმელი, იყო საუბარი რომ თითქოს არის მედიკამენტების დეფიციტი, თითქოს არ არის სამედიცინო მომსახურების საშუალება, თითქოს შეუერთდნენ აქციას ქალები და ასევე სახალხო დამცველმა და სხვა შორის რამდენიმე ადვოკატმაც, ვინც იმყოფებოდნენ დაწესებულებაში, გააკეთეს განმარტებები, რომ რამდენიმე ფაქტი რომელზეც მშრალებლები უკავშირდებოდნენ ოჯახის წევრებს და ეუბნებოდნენ რომ მათ აქვს ძალიან სერიოზული დაზიანებები და ისინი გახდნენ ძალადობის მსხვერპლი. შემდეგ, როდესაც შედგა მშობლებსა და მშრალებლებს შორის შეხვედრა, ეს ფაქტები გაქარწყლდა და მათ დაინახეს, რომ მათ შვილებს არანაირი დაზიანება არ ყოფილა. ეს არის საერთო ფონი და თუ უახლესი ინფორმაცია გაინტერესებთ, მე გეტყვით, რომ დაწესებულებაში ვითარება არის 7 და მას სრულად აკონტროლებს ადმინისტრაცია, რაც შეეხება მშრალდებულთა. რამ გამოიწვია თქვენი აზრით ასეთი ესკალაცია პროცესის? რაც შეეხება მშრალდებულთა მთავარ მოთხოვნას, რომ მოხდეს ადმინისტრაციის შეცვლა ან მისი გათავისუფლება. ჯერ ერთი მე მინდა ვთქვა, რომ ალბათ ნებისმიერ ადამიანს ამ დარბაზში და ამ ქვეყანაში გაუჭირდება, რომ მოგვიყვანოს ერთი მაგალითი მაინც სოფლიოში, როდესაც თავმოყარე ეფექტური ხელისუფლება დაწესებულების დირექტორს ნიშნავს და ირჩევს პატიმრები, ან გადაირჩევენ პატიმრები. ესეთი მაგალითი მსოფლიოში არ არსებობს და ბუნებრივია მოთხოვნა იმთავითვე არასწორია ის მოთხოვნა, რომ პატიმრების შიმშილობის გამო უნდა გადადგეს დირექტორი. შეგვიძლია ანუ აქვე ვთქვათ, რომ შიმშილობით ისინი ადმინისტრაციის შეცვლას ვერ მიაღწევენ. მე გეტყვით, რომ თუ კი რამე მოახდენს ადმინისტრაციის, რომელიმე ადმინისტრაციის შეცვლაზე გავლენას, ეს იქნება თუ ამ ადამიანებს ექნება ჩადენილი გადაცდომა ან დანაშაული და ეს იქნება გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით და არა პატიმრების ან თუნდაც რამდენიმე თანამშრომლის მოთხოვნის გამო. ერთი ბოლო კომენტარი, უბრალოდ რისი თქმა მინდა, როდესაც ქალბატონი ამბობდა, რომ დროებით მაინც შეუჩერონ უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდებაო, არ შემიძლია რომ არ გავცე, იმიტომ მართლაც შეწუხებული ამბობდა ამას. პასუხი არის ასეთი, რომ დღეს იმ დაწესებულებაში უკვე 3 დღეა, ბოლო 72 საათის მონაცემის გეუბნებით, იმყოფება 2 მინისტრის 2 მოადგილე, საჯარო ხსოვნის მთელი ადმინისტრაცია, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და რამდენიმე დამატებითი ჯგუფი ექიმების. ამ პირობებში შეუძლებელია ვინმე თქვას, რომ დღეს იქ რაიმეზე გავლენას, მით უმეტეს კანონსაწინააღმდეგოს ადმინისტრაცია ახდენს პატიმრებზე. პრაქტიკულად ის წუხილი, რაც ქალბატონს აქვს, რომ თითქოს დირექტორი დაწესებულების ახდენს ვინმე ზეწოლას და ამიტომ მისი გარიდება არის საჭირო. პრაქტიკულად ეს პრობლემა აღმოფხრილია, იმიტომ რომ ადგილზე იმყოფება ხელმძღვანელი რგოლი, მეც გუშინ დაბრუნდი დაწესებულებიდან და ისევ ვაპირებ ჩასვლას უკან, ამიტომ ეს ასე ვთქვათ არის უსაბუძო წუხილი რა. სოზარ სუბარმა თქვა, რომ რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა მას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გეგუთის ციხეში იგეგმებოდა პატიმრების მხრიდან მსგავსი პროტესტი ან პროვოკაცია და მან ასეთი სიტყვებით თქვა, როდესაც კურიერთან საუბრობდა, რომ მე ვუთხარი სახალხო დამცველს, რომ ყველაფერი დაიწყებოდა გეგუთიდან და აი დაიწყო კიდევაც. რას გულისხმობდა? ის ნიშნავს, რომ ეს არ არის ლოკალური პრობლემა და შეიძლება ველოდოთ პროტესტის ტალღის სხვა საპატიმროებზე გადასვლასაც? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. უპირველესად მინდა ვთქვა, რომ არ არის მიზანშეწონილი და არ არის ასე ვთქვათ კარგი, როდესაც ხდება საჯარო ხსულების სისტემის გაიდეალურება. შეუძლებელია რომ ამ სისტემაში იყოს იდეალური ჰარმონიული ვითარება. ბუნებრივია აქ ადამიანები იხდიან საჯელს, რომელსაც აქვთ დანაშაული ჩადენილი ბევრ მათგანს, მაგრამ თავარი არის რომ ერთი დანაშაულისთვის არსებობს ერთი სასჯელი და ადამიანები თავისუფლების აღკვეცის გარდა არიჯებოდნენ ფიზიკური ძალადობით, არა ადამიანური მოპყრობით ან სხვა ხერხებით, რომელიც
სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას ჰქონდა უახლოეს წარსულში. რაც შეეხება ამ ფაქტს, გეგუთის პროცესს, რა თქმა უნდა, ის არ უნდა განვიხილოთ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, თქვენ გახსოვთ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ფაქტი შიმშილობის, არაერთი წინააღმდეგობა და ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებთ არის ის, რომ თამაშის ახალი წესები, რომელსაც ჩვენი ადმინისტრაცია ამკვიდრებს ბოლო წლის განმავლობაში და ეს წესები არის ძალიან მარტივი, ეს არის კანონის უზენაესობა, როდესაც თანამშრომლების შეურაცხყოფა ისჯება კანონით, როდესაც აგრესია იქნება მოგერიებული პროპორციული ზომებით, როდესაც პატიმართა განთავსება მოხდება რისკების მიხედვით, რომ გავლენა არ მოახდინონ, ასე ვთქვათ, კრიმინალური სუბკულტურის მქონე პატიმრებმა სხვებზე, როდესაც აკრძალულ ნივთებზე არის კონტროლი, ტარდება ჩხრეკა და ადამიანები ვერ ფლობენ ისეთ ნივთებს, რაც შეიძლება რისკის შემცველი იყოს და როდესაც ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემაზე და მოხმარებაზე არის მკაცრი კონტროლი და მისი მოხმარება წლის განმავლობაში 35%. თქვენ ამბობთ, რომ გარკვეული ასე ვთქვათ პრივილეგიების ბრჭყალებში ჩამორთმევამ გამოიწვია ასეთი უკმაყოფილების ტალღა? მე ზუსტად აი ეს საკითხები რაც ჩამოვთვალე და მათ შორის სხვათა შორის პატიმართა შორის აგრესიის აღკვეთა, კრიმინალური ზეგავლენების მაქსიმალური შეზღუდვა და კორუფციის აღმოფხრა. თქვენ გახსოვთ რამდენიმე ფაქტი, როდესაც ეგრეთ წოდებულ აბსლუგაში ჩარიცხული პატიმარი ჩვენ გვიჩიოდა, რომ მასზე ვახდენდით სასტიკ ზეწოლას, სინამდვილეში როდესაც ეს ფაქტი გამოიძეს და მათ შორის მედიამაც ძალიან კარგად გაიგო რა ხდებოდა, სინამდვილეში აღმოჩნდა ის, რომ ეს ბატონი იყო ჩართული შიდა კორუფციულ სქემაში და სხვა მომსახურე პატიმრებისგან აგროვებდა წლების განმავლობაში ეგრეთ წოდებულ მოსაკრებელს. ჩვენ ეს სისტემა გავაუქმეთ და გავაუქმეთ როგორ არა ძალადობით, არამედ იმით, რომ მომსახურე პერსონალს, მომსახურე პატიმრებს დავუნიშნეთ 250 ლარიანი ხელფასი და დღეს დაახლოებით 619 პატიმარი იღებს ხელფასს. მითხარით, აი ეს არის რაც იწვევს წინააღმდეგობა. მე დავუბრუნდები იმ შეკითხვას. წინააღმდეგობა ბუნებრივია, მაგრამ ეს არის ის რაც ამ რისგანაც უკან სახელმწიფო ვერ დაიხსნა. მე დავუბრუნდები მოკლედ რომ მიპასუხოთ ისევ სოზარ სუბარის განცხადებას. უნდა ველოდოთ თუ ველოდოთ ასე არ ვიტყვი. გულისხმობდა თუ არა სოზარ სუბარი, რომ შესაძლოა აქ ადგილი გვაქვს მასშტაბურ შეთქმულებასთან, როდესაც გულისხმობდა, რომ ეს ყველაფერი დაიწყება გეგუთიდან, მე მაქვს ინფორმაცია. ბატონ სოზარს არც არ უთქვამს, რომ ადგილი აქვს მასშტაბურ შეთქმულებას, მან თქვა, რომ ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდებოდა ტარაკნების თემის ინიცირება და რომ მოხდებოდა იგივე მედიკამენტების თემის ინიცირება, რომ მოხდებოდა ფიზიკური ძალადობის ინიცირება. ზომებს ვინაიდან ინფორმაცია წინასწარ გქონდათ, რომ სიტუაცია არ მისულიყო ამ მდგომარეობამდე. მოდით ესე ვთქვათ, შეკითხვა საერთაშორისო სტანდარტებით ისმის ასე, რომ გააკეთა თუ არა ადმინისტრაციამ ყველაფერი, რომ ის რაც მოხდა თავიდან აერიდებინა და თუ კი მაინც მოხდა, თქვათ მინიმალური ზიანი წარმართულიყო პროცესი. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ ძალის გამოყენება არ მომხდარა, რომ 17 ადამიანმა სამედიცინო მომსახურება ხელების თვითდაზიანების გამო მიიღო სამოქალაქო საავადმყოფოებში, 14-მა მიიღო ადგილზე და ბოლოს რამდენიმე პაციენტი იყო გადაყვანილი საავადმყოფოებში შიმშილობისგან ქრონიკული ავადმყოფობის გამწვავებით. თუმცა დღეს არც ერთი პატიმრის, აი მშობლებს მინდა უთხრა, რომ არც ერთი პატიმრის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მეტის დღეს როტაციის ფარგლებში უკვე გაიგზავნა მეორე ჯგუფი თბილისიდან ძალიან კვალიფიციური ექიმების და ეს ექიმების დამატებით ამ პროცესს ასე ვთქვათ გააძლიერებენ და უფრო მასიურ სახეს თუ მიიღებს რამე რომ მოხდეს ასეთი გამოსვლები და პროტესტები, ხელისუფლება გამოიყენებს კანონით დაშვებულ ყველა ზომას. ჩვენი პროგნოზი თუ გაინტერესებთ, გეგუთის პროცესები ძალიან მალე ალბათ დასრულდება დადებითად ქვეყნისთვის, დადებითად პატიმრებისა და ადმინისტრაციისთვის, შიმშილობა დიდი იმედი მოხსოვს შეწყდება ძალიან მოკლე პერიოდში, თუმცა ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გაგრძელებისთვის ამ ვითარების, რაც შეეხება ზომების გამოყენებას, მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაცია და საჯელახსოვრების სისტემა გამოიყენებს გადადგამს იმ ნაბიჯებს, რისი უფლებაც აქვთ კანონით, კანონისგან არც ერთი სანტიმეტრით არ იქნება გასცემული. მადლობა. მე აქვე რა თქმა უნდა ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა ძალიან ფაქის თემაზე ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ საჯელახსოვრების სისტემა იმდენად დიდი პასუხისმგებლობის ფასად დაუჭდა წინა ხელისუფლებას, რომ ის კინაღამ საერთოდ წავიდა ხელისუფლებიდან, ნუ ამ შემთხვევაში უმცირესობაში გადავიდა. ბატონო პაატა,
ჩვენ საუბრობდით იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა წინასწარ საშიახსოვრების სისტემას და მათ შორის სახალხო დამცველს სოზარ სუბარმა თქვა, რომ თქვენ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. თქვენ თუ გქონდათ საშუალება, რომ რამე ზომებისთვის მიგემართათ, ან რა რეაქცია მოყვა, როდესაც მიიღეთ ეს ინფორმაცია? ეს ინფორმაცია ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მათ შორის. რა რეაქცია მოყვა თქვენი მხრიდან ამ ინფორმაციის მიღებას? მიღებული და ახმული როგორც ინფორმაცია და სახალხო დამცველს როგორც ინსტიტუციას რაიმე პრევენციული ხასიათის ღონისძიების გატარების შესაძლებლობა როგორც ასეთი არ აქვს და ბუნებრივია ეს იყო უფლებამოსილების სფეროს სწორედ საჯარო ახსოვლებისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში რომ შეძლების დაგვრად გამოყენებული ყოფილიყო ყველა ადეკვატური სამართლებრივი ნორმა და საშუალება იმისთვის რომ მსგავსი ასე ვთქვათ ინციდენტი თავიდან ყოფილიყო აცილებული, მაგრამ სახალხო დამცველი როგორც ასეთი, როგორც ინსტიტუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე და ამ შემთხვევაში საპატიმროებში პატიმართა უფლებების მდგომარეობაზე ახდენს ზოგად მონიტორინგს, ამ შემთხვევაში მოკლებული იყო უფლებამოსილებას შესაძლებლობას მიემართა პრევენციული რაიმე ღონისძიებისთვის. ბატონ პაატა, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვთ საბაბი გეგუთის ციხეში მყოფ პატიმრებს, რომ ეშინოდეთ თავიანთი მომავლის, ვინაიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხმაურს იწვევს ეს ციხე. ლევან კორტავას საქმე რო გავიხსენოთ მაგალითად. აი, თუნდაც ამ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე. ჩვენთვის თავი ლოგიკურად რომ მათ ეშინიათ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არის ის თუ რას აცხადებენ პატიმრები და სახალხო დამცველის უფლებამოსილება და კანონის მიერ ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ფიქსირდება საჯარო ახსოვლების დაწესებულებაში განთავსებული პირებისგან, იქნეს სათანადოდ აღწერილი, იდენტიფიცირებული და შესაბამისი რეაგირება მოხდენა. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოკლებულია დაუშვათ შესაძლებლობას განჭვრიტოს ან ისაუბროს ამა თუ იმ პროცესის წარმომავლობაზე. ლევან კორტავას საქმის გამოძიება რამდენად ეფექტური იყო? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით საჯარო ახსოვლების სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები და იგივე გამოძიების კუთხით ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო შემთხვევა ძალიან რთული, მაგრამ რეაქცია ამ კუთხით იყო ადეკვატური გამოძიების კუთხით, პასუხისმგებაში მიცემის კუთხით. თავი პრინციპი, რა თქმა უნდა, არის რამდენად დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად ხდება ამა თუ იმ ფაქტის გამოძიება და ჭეშმარიტების დადგენა. ეს არის თავი ამოსავალი პრინციპი. ჩვენ საუბრობდით სხვადასხვა შესაძლო მკაცრ ზომებზე, კანონით დაშვებულზე, რა თქმა უნდა, რომელიც შეიძლება ციხეში იქნას გამოყენებული. საჯარო ახსოვლების სისტემა თუ არ ვცდები, გამოდის ინიციატივით, რომ ვთქვათ, იქ წიწაკის შემცველი გაზი იქნას გამოყენებული, სხვადასხვა დამამშვიდებლები და ასე შემდეგ. რამდენად მისაღებია ეს თქვენ? აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ჩვენ უკვე ძალიან კონკრეტული და ზედმიწევნით გაწერილი რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით გადავაგზავნეთ. თუ არ ვცდები, დღეს მოხდა გაფართოებული შეხვედრა და ამდენადაც ვიცი, რიგი საკითხების, რომელიც ჩვენ მიერ იქნა დაყენებული, კერძოდ საუბარი ეხება სხვადასხვა სპეციალური საშუალების გამოყენების ძალიან მკაცრად რეგლამენტირებულ ინსტრუქციებს, ანუ იმ პირების განსაზღვრას თუ ვის მიერ შეიძლება აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენება და ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მე არ მინდა წინასწარ მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ გარკვეული ასე ვთქვათ კომპრომისები და დათმობები სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გამართლებული, რასაც ჩვენ ვაყენებთ, შეინიშნება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით ამ თემაზე მიღებული არის, თუმცა ნებისმიერი მსგავსი სპეციალური საშუალებების გამოყენება საჯარო ახსოვლების დაწესებულებაში უნდა მოხდეს მკაცრად დაწერილი რეგულაციების შესაბამისად, რომ რაიმე თვითნებობის ან დამოუკიდებელი გამოყენების საშუალება იყოს მინიმუმამდე შემცირებული. გასაგებია. მადლობა. მე ბატონ გედევანს დავუბრუნდები ამ შეკითხვით ამ თემით, ვინაიდან სწორედ კანონმდებლებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ მანამდე მინდა მოვისმინოთ სტუდენტების ახალგაზრდების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ სტუდიაში იმყოფებიან. გისმენთ? დავიწყოთ მაგალითად ამ ფრთით. მოგესალმებით, თორნიკე მეშველიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, სახელმწიფოში წესრიგი არის ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობა და ის უნდა დაიცვა ოღონდ კანონის ფარგლებში. მაგალითად, წინა ხელისუფლების პირობებში და იმის, ასე ვთქვათ, გაგრძელებით შეიძლება გამოუყოთ რამდენიმე ძირითადი პრობლემა. პირველი ეს იყო, რომ ხდებოდა ძალადობა, რომელიც საბედნიეროდ მეტნაკლებად მაინც აღმოფხვრილი არის. მეორე პრობლემა ეს იყო რესოციალიზაციის პრობლემა, რომელიც ჩემი აზრით რჩება დღესაც და მესამე პრობლემა ეს არის ნდობის ხარისხი საჯარო ახსოვლების დაწესებულების მიმართ. ესეც არის დღეს პრობლემა, ვინაიდან მოსახლეობაში არ არის საჯარო ახსოვლების დაწესებულებები ნდობის მატარებელი და არც სამინისტრო და ამისთვის გადასადგმელია რა თქმა უნდა ქმედითი ნაბიჯები და ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად
იქ თავის ახლობლებს ასე ვთქვათ დარაჯობენ, ხო, გარეთ მათ არ უნდა ჰქონდეთ მესამე პირებისგან გასაგები ინფორმაცია. მე ვფიქრობ, რომ მათ გარკვეულ ნაწილს მაინც უნდა მიეცეს საშუალება, რომ გარკვეულმა ნაწილმა ნახა და მოინახულა ახლობლები. თქვენ გჯერათ პატიმრების პროტესტის და რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ თქვენი აზრით? მე ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ მათი პროტესტი არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ საფუძველ მოკლებული, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტური სიმართლე. რა თქმა უნდა, ორივე მხარე არის სუბიექტური და აუცილებელი არ დაიწყოს სახელმწიფომ გამოძიება თითოეულ გამოთქმულ პრეტენზიაზე, მათ შორის სახალხო დამცველი წარმომადგენელი საუბრობდა, რომ ჩვენი ვალდებულება არის, რომ ყურადღება მივაქციოთ ასეთ შემთხვევებს და მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევებზე უნდა გაიცეს კაფეო პასუხები და არა ისეთი, როგორც მაგალითად იგივე კორტავას საქმეზე თავიდან იყო ურთიერთგამომრიცხავი ვარიანტები. ეს იწვევს ნდობის დაკარგვას, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ბატონ გედევან, თქვენთან გადმოვდივარ ისევ შეკითხვით, რა ზომებს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ სიტუაციის დასარეგულირებლად და რა ზომები იქნება თქვენთვის მისაღები? ყოველ შემთხვევაში მე ამ ეტაპზე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება გამორიცხავს ნებისმიერ ძალადობას და ნებისმიერ ისეთ ნაბიჯ შიშის ახლობლებსა და პატიმართან ნაწილს ჰქონდათ და ესეთი შიში აბსოლუტურად უსაფუძვლოა, იმიტომ რომ არანაირი ჩარევა ხელისუფლებიდან გარდა იმისა, რომ სამედიცინო სამსახურები მივლენ და ვინცაც გაუარესდება მდგომარეობა, იმათ გაუწევენ დახმარებას არ იქნება, ეს არის გამორიცხული. უბრალოდ იმის განცდა დღეს საზოგადოებაში თუნდაც პატიმრებში, რომ ისინი დაიწყებენ შიმშილობის აქციას კონკრეტული მოთხოვნით, ეს მოთხოვნა აუცილებლად დაკმაყოფილდება, იმიტომ რომ მათი ჯანმრთელობა არ შეირყას. ეს განცდა თუ ჩვენ შევქმნით, მე ძალიან კარგად მესმის ის, რომ ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება პროვოცირებას გაუკეთებს შიმშილობას, არა გეგუთის აქცია როგორც ასეთი, არამედ ის, რომ ეს იყოს ერთადერთი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილების. მოთხოვნა პირველ რიგში უნდა იყოს სამართლიანი, საფუძვლიანი, უნდა დადასტურდეს მტკიცებულებების დონეზე და ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს დაკმაყოფილება. მე რომ მქონდეს იმის განცდა, რომ ეს პატიმარი ნამდვილად ნაცემი ადმინისტრაციის მიერ, შეიძლება მე არათუ ძალიან კატეგორიული ყოფილა, შეიძლება მეც გამომეცხადებინა პარალელური შიმშილობის აქცია, მაგრამ მეც მჭირდება ამისი დასტური. ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. თუ ეს შედეგს იძლევა და თუ ეს არის შიმშილობა, თუ არის არ ვიცი პანაცეა ყველა ჩემი მოთხოვნის რეალიზაციის, მაშინ მე სხვას არაფერს არ გავაკეთებ. დავდგებდები შიმშილებს. მე უბრალოდ მიმართავ ისე პატიმრებს, რომ ეს არ არის ის ფორმა, რაც მათ უნდა ქონდეთ ადმინისტრაციასთან, ხელისუფლებასთან და ზოგადად საზოგადოებასთან, იმიტომ რომ საზოგადოებას ძალიან დიდი შიმშილობა უფრო შანტაჟია თქვენთვის შეიძლება ასე პატიმრების მიმართ. ბოლო პერიოდში არის ეს განწყობა საზოგადოების მხრიდან, რომ უნდათ საზოგადოებას არ აქვს ეს მკაცრი განწყობები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ახლობელი შეიძლება დანაშაულის მხრიდან დაზარალებული ყოფილა, ჩვენ მაინც პატიმარს არ უყურებთ როგორც სტიგმა დადებულ ადამიანებს. გვინდა რომ ამ ხალხის რესოციალიზაციაც მოხდეს და რესოციალიზაცია არა მარტო იმ კუთხით, რომ სამსახური შეოს, ის არ უნდა აღიქმებოდეს საზოგადოებაში როგორც გარიყული ამ საზოგადოებიდან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორი ფორმა არ არის ულტიმატუმი. დიდი მადლობა და გავიმეორებთ, შიმშილი თქვენთვის არის უფრო შანტაჟი. არა, მე მაგას მეთქვამს ეს. მოდით ჩემი ინტერპრეტაცია კი ხო და მაგიტომ მე არ ვამბობ რომ ეს შანტაჟია. უბრალოდ მე მესმის რომ მათ უნდათ რაღაცა თავისი მოთხოვნა მიაჩნიათ ლეგიტიმური და უნდათ რომ შესრულდეს, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი. არგუმენტი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომელიც დასტურდება და თუ მოითხოვეს დამოუკიდებელი გამოძიება და დამოუკიდებელი გამოძიება ტარდება, მე მესმის რომ კორტავას საქმეზე შეიძლება პირველ ეტაპზე რაღაცა არასწორად დაიწყო, მაგრამ ყველა ძიებაზე შეიძლება მოხდეს ასე. ძალიან ბევრი დანაშაულია, რომელიც გამოძიებაზე უარი უნდა გქონდეს და მანამდე მივიღოთ გადაწყვეტილებები. ადამიანის პასუხისგებაში, რომ სამინისტროს პრესსამსახურს მოაწოდა არაობიექტური ინფორმაცია. ერთ-ერთი პრობლემა, რაც ამ საქმეში გამოძიებულ იქნა და რისთვის მიეცა ადამიანის პასუხისგებაში იყო ეს. თქვენ ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვით, უნდა ეშინოდეთ თუ არა პატიმრებს მომავლის და მე ჩამოგითვლით ძალიან მოკლედ. ის რასაც შიმშილობის გარეშე მივახციეთ და რაც შიმშილობის გარეშე მიიღეს პატიმრებმა, ეს არის ადამიანის უფლებების კუთხით დღეს ბევრად უკეთესი სიტუაცია, როდესაც მოპყრობა არის ნორმალური, როდესაც სისტემური ძალადობის ნიშნები აღარ არის დაწესებულებებში, როდესაც არაერთი ქრონიკული ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის იყო რამდენიმე, რომელსაც 3 კიდურის ამპუტაცია ჰქონდა, ბრმები და ხანდაზმული დავრდომილი პატიმრები გავათავისუფლეთ, მათ შორის ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც გავაკეთეთ, იგივე ჰეპატიტის კურნალობა, რომელიც დაიწყო, იგივე მედიკამენტების საბაზისო სტანდარტი, ტუბერკულოზის შემთხვევების
8-ჯერ არის შემცირებული ახალი შემთხვევების რაოდენობა. გასაგებია ბატონო არჩილ. კვების სტანდარტი შეიცვალა. სისტემა აღარ არის გასაგებია, მადლობა. და სხვა შორის ერთი სიახლე არის ის რომ დამავიწყა მე თქვა წეღან, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ქალმომჭირდებულებმა შეწყვიტეს შიმშილობა და მათი მოთხოვნა რაც უკავშირდებოდა პირველ ადამიანს. ბოლოს შეკითხვა მექნება ბატონო. გასაგებია. პრაქტიკულად მონაცემები რომ გითხრათ, თქვენ თვითონ გააკეთებთ შედარებას. გასაგებია, ბატონო არჩილ, ბოლოს ხალი პატიმრიდან მხოლოდ დარჩენილი არის. ბატონო არჩილ, ბოლოს შეკითხვა მექნება, ხომ არ ფიქრობთ, რომ 2012 წლის არჩევნების წინა დღეებში ჩვენ გვახსოვს ცნობილი კადრებით დაიწყო ზედმეტი პოლიტიზაცია ამ თემის ზოგადად საშელახსულების სისტემის და შემდეგაც გაგრძელდა ეს, ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამან მისცა სტიმული აი ასეთ გამოსვლებს და ასეთ პროტესტებს მით უმეტეს ვხედავთ, რომ ხშირად თუნდაც იგივე ამნისტიის შედეგად გამოსული ადამიანები ძალიან ხშირად უკვე დგანან ამ ხელისუფლების დამცავ მხარეს და ისევ ახდენენ საშელახსულების სისტემის პოლიტიზაციას. მოდით ასე ვთქვათ, რომ თუ პოლიტიზაცია მოხდა ამ სისტემის მაშინ ამის საფუძველი ნამდვილად არსებობდა, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ატარებდა სისტემურ ხასიათს და სხვათა შორის ევროსასამართლოში შესული საჩივრების 80% საქართველოს წინააღმდეგ ეხებოდა სწორედ საჯელახსულების სისტემაში. თუმცა ეს პატიმრებიც სწორედ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საუბრობენ. არა, მე რას ვამბობ? უკვე შეიძლება დამასრულებელია. 80% საჩივრების ეხებოდა ადამიანის უფლების დარღვევებს და სახეზეა მართლა ასეულობით ადამიანი, რომელიც შევიდნენ ჯანმრთელები დაწესებულებებში და უმძიმესი ტრავმებით და დაზიანებებით დატოვეს დაწესებულებები, მათ შორის ბევრს ეხა უტარდება სამედიცინო მომსახურება და თუ პოლიტიზება ხდებოდა, დიახაც მაშინ იყო ამის საფუძველი. დღეს პოლიტიზების ცდელობებს მე ვერ დავარქვევ, რომ ეს არის ჩვენთვის რაღაც მომაკვდინებელი პროცესი. თუ არის პოლიტიზების ცდელობები, ჩვენ ვცემთ პასუხს, ჩვენ ვაძლევთ ინფორმაციას მედიას და გახსნილი ვართ ამ ინფორმაციის მოვა დრო, როდესაც ეს სისტემა ყურადღების პირველ ხაზზე აღარ იქნება, სხვა შორის მინდა შეგახსენოთ მონიტორინგის ჯგუფი უნდა ახდეს თუ არა, როგორ ფიქრობთ? მონიტორინგის მექანიზმზე, ალტერნატიულზე ამ დღეებში დავასრულეთ პრაქტიკულად მოდელზე მუშაობა და უახლოეს მომავალში თუნდაც თქვენი ეთერით ჩვენ გავაჟღერებთ ამ ინფორმაციას როგორი იქნება ახალი მონიტორინგის მექანიზმი. დიდი მადლობა. ჩვენ უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ შემდეგ ბლოგზე გადავდივართ, სტუმრები გველოდებიან. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, დიდი მადლობა სტუდენტებს. რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით და ჩვენ უკვე ვისაუბრებთ ხმაურიან გათავისუფლებაზე პოსტიდან, რა თქმა უნდა, გულისხმობ მარინა მიზანდარს კულტურის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.